არ ვიცი რამდენად ექნება აზრი საუბარს. მაგრამ ვეცდები ცოტა სიტყვა თქვა, იმიტომ რომ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამოჩნდეს. ჩვენ არ ვართ მზად არანაირად რომ საკუთარი თავი დავიცვათ. ჩვენ აქამდე არაფერი გაგვიკეთებია, თითქმის არაფერი არ გავაკეთეთ. რომ თქვათ საკუთარი თავის დასვა შეგვიძლია. არ შეგვიძლია. არანაირად. ძალიან სუსტები ვართ. ჩვენ ძალიან არასერიოზულად ვეკიდებოდით და ვეკიდებით იმ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ხალხი მოკვდება და ჩვენ მოკვდებით აუცილებლად და ვერ შევაჩერებთ ამ ყველაფერს. ჩვენს გარშემო ხალხი შეიძლება დაიღუპოს და აუცილებლად მოვადრო, როდესაც გაჭედავს ეს იდიოტი სამყარო და ბევრი პრობლემა იქნება, რომელსაც ვერ შევაჩერებთ. ჩვენს კარამდეც მოვა ეგ ყველაფერი. ფიქრობ ჩვენს კარამდე აუცილებლად მოვა ბრძოლა და ჩვენ არ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ 5 წუთით მაინც შევაკავოთ ვინმე. 5 დღითაც ვერ შევაკავებთ ხალხო. რა უნდა გავაკეთოთ? ქვეყნიდან გაქცევა სისულელე ჩანს, იმიტომ რომ იქით მორბიან აქეთკენ და ჩვენსად გავიქცეთ. ჩვენ. ვიღაცას ბუნკერი აქვს გაკეთებული და იქ ჩავაკი. ჩვენსაც წავიდეთ. პირიქით რაც უფრო მთაში ავალთ, ფიქრობ უფრო უკეთესი ჩანს. ნაკლებად დაბინძურებული იქნება ჰაერი. მაგრამ რთულიც იქნება იქ ცხოვრება. თანაც ყველა ვერ ავა იქ და ყველა ვერ გაძლებს, მანდ ვერ იცოცხლებს ყველა. მაშინ რა ვქნათ? პირველ რიგში ერთად მუშაობა უნდა ვისწავლოთ და ერთად საქმის კეთება უნდა ვისწავლოთ. ვისაც სისხლში ქართული აქვს. სხვა გზას ვინ ხედავს? რა აზრი აქვს მაგ შენ უფროსობას და მაგ შენ პირველობას თუ ხალხი არ იქნება შენთვის? რა აზრი აქვს იყო პირველი, მაგრამ არ არსებობდეს მეორე, მესამე ან მეათე კაცი? ჩვენ ერთმანეთის გადარჩენაზე უნდა ვიბრძოლოთ, ერთმანეთის მხარის გამაგრება უნდა ვისწავლოთ და ერთმანეთის პატიება უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში. ყველა და ყველაფერი გვიყურებს. აი ეხლა ამ მომენტში მე მაგალითად კამერა მიყურებს და კამერის იქიდან კიდევ რავი მიყურებს ხალხი, ხო? სულ რომ არსად არ დავდო, მე მაინც ფიქრობ, რომ ვიღაც აუცილებლად მიყურებს.